საფრთხო სიბრძნის დასაგვანი არის ღვთის შიში. ღვთის შიშს და წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს არის სამგვარი შიში. ეს არის დამწყებთა შიში არის, როდესაც ადამიანი ცოდვას ერიდება იმის გამო, რომ მას რამე უბედურება არ მოეწიოს. არის შიში, როდესაც ადამიანი, ესე იგი, eriდება ცოდვას იმისათვის, რომ ღვთის კეთილგანწყობა არ დაკარგოს. აი, მაგალითად, ბავშვი არის პატარა და რაღაცა ცუდს არ გააკეთებს, იმიტომ რომ მამისა ეშინია, რომ მამა მამის გამო არ დასაჯოს. მაგრამ ახლა, როდესაც ბავშვი წამოიზრდება და მამასთან უფრო მეგობრული ურთიერთობა აქვს, მას შეიძლება არ ეშინია მამისა, მაგრამ უფრო დიდი შიში უჩნდება. უფრო დიდი რა არის, რომ მამის კეთილგანწყობა არ დაკარგოს. ეს კიდევ უფრო მეტად საშიში ამბავია. ამან უფრო შეიძლება შეაკავოს ადამიანი, ვიდრე იმან, რომ რაღაცის გამო დამშის. იმ დასჯაზე შეიძლება თქვას, არა უშავს დამსაჯოს და მოვითმენ, ჩხუბება თუმცა მოვითმენ ითქვის, მაგრამ აი ეს რომ მამას გული ატკინო, იმის გადაღახვა უფრო ძნელია. მესამე შიში უკვე იწოდება სიყვარული, რომ არც ტანჯვის გამო, არც რაღაცა სიკეთის მოლოდინის გამო, არამედ იმიტომ აკეთებ, რომ გიყვარს და არ შეგიძლია სხვანაირად რაღაცა აკეთო. და ასეთი შიში, როდესაც აქვს ადამიანს ღვთისა, ის არის დასაგვანი სიბრძნის. ადამიანი უკვე თავის ყოველ ნაბიჯს სხვაგვარად გადაწყობს.